ჯეიკ პოლმა სასწაული მოახდინა MVP-ის ორგანიზაციაში Netflix-ზე. მან გააცოცხლა ისეთი ლეგენდები, როგორიც არის Ronda Rousey, Francis Ngannou, Nate Diaz, Junior Dos Santos. მოკლედ ამ სპორტის ნამდვილი ვარსკვლავები ერთმანეთს შეახვედრა და ჩაატარა უმაგრესი ტურნირი, რომელიც წესით კონკურენციაში შედის UFC-სთან. ხო და დღეს განვიხილავთ მთლიან ამ ტურნირს, ვნახავთ თუ რა დღეში ჩააგდო Francis Ngannou თავისი საწყალი მეტოქე. Ronda Rousey კიდე ამ ორგანიზაციაში ყველაზე სწრაფი ფინიში დააფიქსირა, ასევე Arman Tsarukyan, როგორ Arman Tsarukyanis გარეშე არ არსებობს, ის ისევ კონფლიქტშია MVP-ის ორგანიზაციაში და ეჯახა ქურთ მებრძოლს. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის Global. სწორედ ეს კომპანია მეხმარება, რომ მე თქვენ მოგაწოდოთ დროულად ინფორმაცია. და არ დაგვავიწყდეს Burger Paradise, რომელსაც კიდევ 35%-იანი პასდაკლება აქვს, ასე რომ გამოიძახეთ ნებისმიერი გამოძახების სერვისში, დატკბით და უყურეთ ამ ვიდეოს. MVP-ის პირველი ისტორიული დაპირისპირება კრის ავილა ბრენდონ ჯენკინსის წინააღმდეგ. ავილა Nate Diaz-ის ახლო მეგობარი და თანაგუნდელია. ამერიკელი 33 წლის არის, MMA-ის წესებით ბოლოს 2021 წელს იჩხუბა, კრივში კი აქვს რეკორდი 6-1-თან. მისი მეტოქი ბრენდონ ჯენკინსი ავილას მსგავსად UFC-ის ყოფილი მებრძოლია. სხვათა შორის UFC-ში ორივეს რეკორდი 0 გამარჯვება და 2 მარცხია. ჯენკინსი მხოლოდ MMA-ით არ შემოიფარგლება, ის კარატეს, კრივისა და შიშველი ხელებით ბრძოლების ტურნირებზეც გამოდის. მას კომაგობდა ამ ტურნირზე მერაბ დუალიშვილი, მისი გუნდის წევრი. მოკლედ ეს იყო თანაბარი ბრძოლა, განსაკუთრებული არაფერი და როგორც შედეგი გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით მიუსაჯეს ჯენკინს. მართალია ტურნირი მთლად საამაყოდ არ დაწყებულა, თუმცა მომდევნო ბრძოლები მართლა საინტერესო იყო, ასე რომ დარჩით ჩემთან და არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს და ლაიქება. Jenkins, powerfully left uppercut by Avila. Oh, head. Just great with some offense. Trying to check the kick because that leg's been compromised. Spinning back fist kick and a nice. Includes all the strikes. And now that's how you welcome people to me. Brandon Jenkins. ალინ პერეირა, ალექს პერეირას და ეს გოგო კიკბოქსინგში გლორიში ასპარეზობდა. შაშან მან კარატე კომბატის ლიგის ქამარიც კი მოიპოვა, სადაც მეტოქე ორჯერ მარცხენა ჰუკით გათიშა. MMA-ში მისი რეკორდი 2-2-ია. პერეირამ ყველა თავისი ბრძოლა LFA-ის ლიგაში ჩაატარა. მისი მეტოქე ჯეიდა მეისონ ვონგია. კანადელი ცნობილია თავისი ჩხუბებით შიშველი ხელებით ბრძოლების ლიგაში, თუმცა კრივშიც გამოსულა და სამოყვარულო დონეზე კიკბოქსინგში უასპარეზია. MMA-ში მისი რეკორდი 3 გამარჯვება და 2 მარცხია. ამ გოგოების პირველი რაუნდი მოსაწყენი და თანაბარი გამოდგა, რაიმე განსაკუთრებულად სახიფათო მომენტების გარეშე. ვონგმა პერეირასთან ცოტა ჭირაობა მოახერხა, მაგალითად პირველ რაუნდში. პერეირა კი თავის მხრივ დგომში უფრო აქცენტირებულ დარტყმებს ატარებდა. აი მესამე რაუნდი კი საერთოდ არ ყოფილა თანაბარი. მეისონ ვონგს დისტანციის შემოკლება და დარტყმების მიყენება უჭირდა, რადგან ბრაზილიელს სიმაღლესა და ხელების სიგრძეში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ალინმა კარგი მარცხენა ჰუკი და მარჯვენა პირდაპირი გაატარა, რის შედეგადაც პერეირამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. Promotions MVP bringing Son Wong right hand. The taller fighter is an advantage in a lot of cases. Counter Son Wong. She lands 3 rights, 4 rights in a row. Unstocks her. Left hook just lands on him. Pereira. Son Wong goes. Fights, but I'm Canadian. I'll leave it at that. Yeah, okay. Alini დავით მგოიანი ალბერტ მორალესის წინააღმდეგ. მგოიანი სულ რაღაცა 21 წლის არის, ის ამ ბრძოლისთვის Arman Tsarukyan-თან ემზადებოდა. ბრძოლის მომენტში სომეხი სპორტსმენის რეკორდი იყო 8 გამარჯვება და 1 მარცხი. შაშან მან დაუმარცხებელი სერიით შეაღო და ნავაიტის საპრეტენდენტო სერიის კარები, იჩხუბა თანაბრად ტომი მაკმილენთან, თუმცა გადაწყვეტილებით დამარცხდა პირველად თავის კარიერაში. ალბერტ მორალესი თავის მეტოქეზე 13 წლით უფროსია და ბევრად გამოცდილი სპორტსმენია. ის ჩხუბობდა როგორც UFC-ში, ასევე Bellator-ში. ბრძოლის მომენტისთვის მისი პროფესიონალური რეკორდი იყო 19 გამარჯვება და 10 მარცხი. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, ეს იყო სამმხრივი დომინაცია მგოიანის მხრიდან. მართალია შეხვედრა სპორტსმენებმა გადაწყვეტილებამდე მიიყვანეს, თუმცა სომეხი 3-ვე რაუნდში დომინირებდა. მგოიანი უკეთესად გამოიყურებოდა დგომში, მაგრამ მიწაზე ის ნამდვილად ანადგურებდა თავის ოპონენტს. სომეხ სპორტსმენმა ეს შეხვედრა დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. There's another take and level change and takedown, and the mat returns from Mgoyan, waist block and the take.
Again, looking to bring. Rely on the judges. I want to make sure that they absolutely see time ago and just accepted a lot of these takedowns. Now Second consecutive win, looking for the rear naked choke. Left, Will Morales, callous, but a better display of control, power, and Son of God, Magoyan. ჯეისონ ჯექსონი ჯეფ კრეიკტონის წინააღმდეგ. ჯექსონი ბელატორის ვარსკვლავია, სწორედ რომ ამ ორგანიზაციაში მან დაამარცხა იაროსლავ ამოსოვი და გახდა ამ პრომოუშენის ჩემპიონი. ბრძოლის მომენტში მისი პროფესიონალური რეკორდი იყო 19 გამარჯვება და 6 მარცხი. ჯეფ კრეიტონი 30 წლის მებრძოლი კალიფორნიიდან. შარშან მან მონაწილეობა მიიღო შოუში The Ultimate Fighter და ნახევარფინალამდეც მიაღწია, სადაც გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა ძალიან თანაბარ ბრძოლაში. ბრძოლის მომენტში მისი პროფესიონალური რეკორდი იყო 12 გამარჯვება და 3 მარცხი. ეხლა კი შევხედოთ ამ სპორტსმენებს შორის დაპირისპირებას. ეს ბრძოლა ძალიან სწრაფად დასრულდა. ჯექსონმა ზუსტად 22 წამში დაანოკაუტა თავისი მეტოქე, მან ჯეფი კონტრზე მარცხენა ჰუკით დაიჭირა და გააფორმა ძალიან ეფექტური ნოკაუტი. Creighton like a rasta. look at me. It's okay. What a shot! Nasty left hook there, Morrow. Just pop. Knock out the ass-kicking machine, Jason Jackson. ადრიანო მორაესი პუმინ კუტას წინააღმდეგ. მორაესი შერეული ორთაბრძოლების ნამდვილი ვეტერანია. ის 13 წლის განმავლობაში ჩხუბობდა One Championship-ის ორგანიზაციაში, სადაც 18 ბრძოლა ჩაატარა და 8-ჯერ მოიხვია წელზე ჩემპიონის ქამარი. მას ყავს დამარცხებული ამ სპორტის ლეგენდა დემეტრიუს ჯონსონი. თან ნოკაუტით, თუმცა დემეტრიუსმა მას 2-ჯერ რევანში აუღო და 2-ჯერვე მოუგო ბრძოლა. თავდაპირველად ის მუჰამედ მაკაევს უნდა შეხვედროდა, თუმცა მაკაევს ვიზის მიღებაზე პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის კუტამ ჩაანაცვლა. პუმინ კუტა დაუმარცხებელი სპორტსმენია რეკორდით 11 გამარჯვება მარცხის გარეშე. ის სხვადასხვა წვრილი ორგანიზაციების ჩემპიონია, უნივერსალური სპორტსმენი, რომელიც თავს კარგად გრძნობს როგორც დგომში, ასევე პარტერში. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი თანაბარი იყო. სპორტსმენები დგომში ცვლიდნენ დარტყმებს და ძალიან ფრთხილობდნენ, მაგრამ რაუნდის მიწურულს კუტამ უძლიერესი ჰედკიკით შეარყია მორალესი და პარტერშიც იაქტიურა, რის ხარჯზეც ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. Back up. Oh, that hurt him. Rattling Marias. Marias with the level change and grab him. March 2025. Ground and pound for the მეორე რაუნდი ძალიან თანაბარი გამოდგა. ჯერ თითქმის 2 წუთის განმავლობაში მორალესი დომინირებდა. ის თავის მეტოქეს ზურგიდან აეკიდა და ხან ცდილობდა მის დახჭებას და ხან ქულებს აგროვებდა დარტყმებით. რის შემდეგაც იყო ხანგრძლივი კლინჩი და ამის მერე სპორტსმენები დგომში ჩხუბს დაუბრუნდნენ, სადაც შედარებით ეფექტურად კუტა გამოიყურებოდა. ძალიან საინტერესო და გადამწყვეტი მესამე რაუნდი გამოდგა. მებრძოლები თითქმის რაუნდის ბოლომდე დგომში სასტიკად ცვლიდნენ დარტყმებს. თითქოს ამ ბრძოლის მონაკვეთში როგორც პირველში კუტა უფრო უკეთესად გამოიყურებოდა და იგებდა შეხვედრას. თუმცა მორალესმა ის რაუნდის ბოლო წამებზე დაიჭირა მახრჩობელაზე, მაგრამ გაისმა გონგის ხმა. კი, ბრაზილიელმა თავისი მეტოქე მახრჩობელით გათიშა, მაგრამ იქამდე სანამ საჯები არ შეიკრიბნენ და არ გადახედეს გამეორებას, არ აცხადებდნენ შედეგს. გამეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კუტან გონგის ხმამდე გაითიშა. ამიტომ ადრიანომ გაიმარჯვა, რასაც რა თქმა უნდა კუტა არ ეთანხმებოდა და მოითხოვა რევანში. დიდი ალბათობით შემდეგ ივენზე ეს მებრძოლები მეორეჯერ გაარკვევენ, ვინ არის უმსუბუქეს წონაში საუკეთესო მებრძოლი. Nice, and here he is. Belly down. By a rear naked choke, Adriano. Come on, baby, I'ma show me. Let's do it again. He cannot do the rules here. წარმოშობით ქურთი ნამო ფაზილი შეხვდა წარმოშობით სომეხ ჯეიკ ბაბიანს. ფაზილი უნივერსალური მებრძოლია რეკორდით 9 გამარჯვება და 1 მარცხი. ის არც თუ ისე ცნობილ ორგანიზაციებში ჩხუბობდა. პრინციპში იგივე თქმა შეგვიძლია ბაბიანზე, რომლის რეკორდიც პროფესიონალებში ბრძოლის მომენტში იყო 6 გამარჯვება და 1 მარცხი. სპორტსმენებმა შეხვედრა მწარე ჩეხაობით დაიწყეს. ისინი აქტიურად დარტყმებს 1 წუთის განმავლობაში ცვლიდნენ. რის მერეც ბაბიანმა ნამო პარტერში ჩაითრია და კაი ხანი ცდილობდა მის დახჭობას. შემდეგ კი ჩაქოლვას. თუმცა როგორც ჩანს რაუნდის მიწურულს დაიღალა, ფაზილი გამოძვრა სახიფათო პოზიციიდან, ცოტა ხანი მებრძოლები ისვენებდნენ კამასუტრას პოზაში და ბოლო წამებზე პარტერში უკვე ქურთი დომინირებდა. პირველი რაუნდი მართლაც რომ თანაბარი იყო, შეიძლება ითქვას მცირე ბაბიანის უპირატესობით. ფაზილმა მეორე რაუნდი ეგრევე თავდასხმით დაიწყო. მან თავის მეტოქეს იდაყვებით თავი გაუტეხა და უკონკურენტოდ დომინირებდა. ბაბიანი გადარჩენის მიზნით მას ფეხებში შეუვარდა, მაგრამ დარსში მოყვა და ნამომ ის 58 წამზე დაახრჩო. introduced us to the and there's the Tanamo Fazil with an impulse. Lots of blood there for Jake Baby. Fabian absolutely exhausted at that in on that left arm
ბრძოლის მერე ფაზილმა არმან ცარუკიანს მიმართა და თქვა, რომ მათ სალაპარაკო აქვთ. ვინც არ იცის, ქურთ მებრძოლებს არმანი ძალიან არ მოწონთ იმის მერე, რაც ცარუკიანმა ერთ-ერთ ვიდეოში ქურთებზე თქვა, რომ ისინი როგორც სიგნები, უსამშობლოები არიან. ხო და რა თქმა უნდა, ბრძოლის მერე არმანი მისკენ გაიწია. ეს კონფლიქტი კულისებშიც გაგრძელდა, თუმცა ჯეიკ პოლმა და მის გუნდმა არ მისცეს მებრძოლებს საშუალება გაერკვიათ ეს საკითხი პირისპირ. მძიმე წონაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჯუნიორ დო სანტოსი და რობელის დესპანიე. ჯუნიორ დო სანტოსი 42 წლის ვეტერანი, ეს კაცი MMA-ის ნამდვილი ლეგენდაა და მძიმე წონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნოკაუტერია. მისი სტილი და ბაზა კლასიკური კრივი და ბრაზილიული ჯიუ-ჯიტსუა, სადაც შავ ხამარს ფლობს. ოქტაგონზე ის ყოველთვის ტეიქდაუნებისგან იდეალურ დაცვას ეყრდნობოდა. რაც საშუალებას აძლევდა აეძულა მეტოქეებს დგომში ეჩხუბათ. იქ დო სანტოს ხელების სისწრაფის და დამანგრეველი ძალის მეშვეობით უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა. მისი მთავარი მიღწევა UFC-ის ჩემპიონობა მძიმე წონაში. ეს ტიტული მან 2011 წლის ნოემბერში მოიპოვა, როცა დაუმარცხებელი კეინ ველასკესი სულ რაღაცა 64 წამში სენსაციურად გათიშა. ჯუნიორი ნამდვილი მემკვიდრეობის პატრონია. გალიაში არაერთი ისტორიული ტრილოგია და ომი აქვს გადატანილი. მის ანგარიზე ისეთი ელიტარული მებრძოლების დამარცხებაა, როგორებიც არიან სტიპე მიოჩიჩი, მარკ ხანტი, ფრენკ მირი, ფაბრისიო ვერდუმი, მირკო კროკოპი და დერეკ ლიუისი. მისი ნალბეკი 27 წლის რობელის დესპანიე გამოდის, უაღრესად სახიფათო მძიმე წონოსანი, უნიკალური ანთროპომეტრით და ელიტარული ოლიმპიური წარსულით. მისი ბაზა მსოფლიო დონის ტაიკვანდოა. MMA-ში ის ფსონს დისტანციის კონტროლზე, ფეთქებად სისწრაფეზე, ფეხებით უმძიმეს დარტყმებსა და შეტევის ისეთ არასტანდარტულ კუთხეებზე აკეთებს, რაც მძიმე წონოსნისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი. ცალკე აღნიშნის ღირსია მისი გაბარიტები, წარმოიდგინეთ, მისი სიმაღლე 201 სანტიმეტრია, ხოლო ხელების სიგრძე 213. MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც მას საშუალებას აძლევს მეტოქეების შორიდან უსაფრთხო დისტანციიდან ჩაცხრილოს. სანამ MMA-ში გადმოვიდოდა, ის კუბის ტაიკვანდოს ნაკრებში გამოდიოდა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალიც კი მოიპოვა. მართალია შერეულ ორთაბრძოლებში საკმაოდ გვიან მოვიდა, მაგრამ ელვისებურად ნოკაუტების სერიით მაშინვე მიიქცია ყველას ყურადღება. მისი პირველი რამოდენიმე ბრძოლა პირველსავე რაუნდში წამებში დასრულდა. ოლიმპიური გამოცდილებისა და დამანგრეველი ძალის ასეთი კომბინაცია მას უკიდურესად არასტანდარტულ და საშიში მეტოქეთ აქცევს. როგორც იყო მოსალოდნელი, კუბელმა ბრძოლა დისტანციიდან დაცხრილვით დაიწყო, თუმცა ბრაზილიელმა მაინც მოახერხა გიგანტთან მიახლოება და უმძიმესი ლოუ-კიკის შესრულება. ერთი მომენტი დო სანტოსმა წააქცია კუბელი, მაგრამ რობელის მალევე წამოხდა და აი რაუნდის მეორე ნახევრიდან მან დაიწყო ვეტერანის დანგრევა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რობელისმა ბრაზილიელს თავისი უროებით რამოდენიმე ძალიან დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა და მესამე წუთის მიწურულს სამდარტყმიანი კომბინაციით ბრუტალურად დაანოკაუტა ის. That was like it was just a matter of fact. Release the bad boy Despain. His punches for that first round. კენეთ კროსი სალა딘 პარნასის წინააღმდეგ. კროსი ამერიკელი მებრძოლია, პროფესიონალური რეკორდი 17 გამარჯვება და 4 მარცხი. ის სხვადასხვა ლიგებში იბრძოდა. ერთხელ ბელატორში იჩხუბა, მაგრამ დამარცხდა. 2020-ში დანა ვაიტის აპრეტენდენტო სერიაზე გამარჯვება მოიპოვა გადაწყვეტილებით, თუმცა კონტრაქტი ვერ მიიღო. ბრძოლის მომენტში ის 4 გამარჯვებიანი სერიით მოდიოდა. სალა딘 პარნასი 28 წლის ფრანგი სპორტსმენი, რომელიც UFC-ის მიღმა მსუბუქი წონის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მისი რეკორდი მართლაც შთამბეჭდავია, 22 გამარჯვება და 2 მარცხი. ის ძირითადად KSW პრომოუშენში ჩხუბობს, სადაც 11 ჯერ მოიხვია წელზე ქამარი. ეს მებრძოლი უნივერსალური ფინიშების მანქანაა. კარიერაში აქვს გაფორმებული 8 ნოკაუტი და 7 საბმიშენი. მებრძოლებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს. ჩანდა, რომ პარნასი აღემატებოდა თავის მეტოქეს ზალაში. ამიტომ კროსი მუდმივად ცდილობდა მის გაჩერებას ბადესთან კლინჩში. პარნასის გაჩერება კლინჩში კი წარმოუდგენლად ძნელი იყო. ის შიგადაში გუძრებოდა კროსს და დგომში დომინირებდა. რაუნდის მიწურულს სალადინმა თავისი მეტოქე პარტეში გადაიყვანა, სადაც ჯერ დაუნდობლად ცემა, შემდეგ კი ბადესთან ჩაცხრილა და მოიპოვა გამარჯვება პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით. Unloading on quad cross, trying to defend intelligently. He's got to get back to his feet here. Up to his feet, however. The guts and determination. Unbelievable resilience by Ken Parnas. Oh, what a body shot! And the body shot did it. And Saladin Parnas, as good as advertised, as he Saladin Parnas. Simply responsible throughout those exchanges.
ფრენსის ნგანუ ფილიპე ლინსის წინააღმდეგ. ნგანუ MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნოკაუტერია. UFC-დან ჩემპიონის სტატუსი წამოსვლის შემდეგ მისი კარიერა საგრძნობლად შენელდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 3 ბრძოლა ჩაატარა. 2 კრივში, ფიურისა და ჯოშუას წინააღმდეგ და 1-იც MMA-ში რენან ფერეირასთან. სწორედ მაშინ ის PFL-ის ჩემპიონი გახდა. მაგრამ პრომოუშენთან საერთო ენა ვერ გამონახა და აი დღეს ის ჯეიკ პოლის ორგანიზაციაში მართავს ბრძოლას 2 წლიანი პაუზის შემდეგ. კამერუნელ მონსტრზე მაქვს გაკეთებული დიდი და ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი, ასე რომ თუ ვინმეს გაინტერესებთ მისი მძიმე გზა დიდებისკენ, აღწერაში მუზდა გახვედრებთ. ფილიპე ლინსი ეს სპორტსმენის ყოფილი PFL-ის ჩემპიონია, რომელიც ბოლოს UFC-ში ჩხუბობდა და 2024 წელს 4 გამარჯვებიანი სერიით წამოვიდა ამ ორგანიზაციიდან. რაც შეეხება ამ სპორტსმენებს შორის დაპირისპირებას, ყველაფერი პირველსავე რაუნდში დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნგანუ დომინირებდა პირველივე წამებიდან. ის მართლაც რომ ისევ ფენომენალურ ფორმაში არის. ლინსი ნამდვილად უშანსოთ იყო. რაუნდის მიწურულს კი ერთ-ერთ ცვლაში ნგანუ უძლიერესი მარცხენა ოვერჰენდი გაისროლა კონტრზე და ფილიპე დაწვა. ეს იმდენად ბრუტალური ნოკაუტი იყო, რომ ნგანუ მას არც კი გაყვა მიწაზე დასაფინიშებლად. ბრძოლის მერე ნგანუ ჯონს მიმართა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა. მოკლედ ამ სპორტსმენებს შორის თუ ოდესმე მოაწყობს ბრძოლას, ეს იქნება MMA-ის ფანებისთვის ნამდვილი საჩუქარი. ივენთის მერე ჯონსმა თქვა, რომ მიმდინარეობს მისი ადვოკატების მუშაობა UFC-დან წამოსვლის საკითხებზე და როდესაც ის გახდება თავისუფალი აგენტი, უპრობლემოდ განიხილავს როგორც ბრძოლას ნგანუსთან, თუ კაიფულს გადაუხდიან. ასევე მზად არის იჩხუბოს კრივში. ამით მან დიდი ალბათობით იგულისხმა დაპირისპირება ჯეიკ პოლთან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ჯონსი პოლს შეხვდეს კრივის წესებით. ან თლათ უკეთესი ფანებისთვის დაუპირისპირდეს ნგანუს. ნეით დიაზი და მაიკლ პერი, 2 უმაგრესი სპორტსმენი, რომლებსაც UFC-ში გამოსვლებით ძალიან კარგად ვიცნობთ. ნეიტი მეტოქეზე 7 წლით უფროსია. მან UFC 2022 წელს დატოვა, რის შემდეგაც კრივში 2 ბრძოლა ჩაატარა ჯეიკ პოლსა და ხორხე მასვიდალის წინააღმდეგ. სტოქტონის განგსტერი ცნობილია იმით, რომ დაამარცხა კონორ მაკგრეგორი და შექმნა BMF-ის კამარი. ბოლო დროს მაიკლ პერი ბერნაკლში ანუშიშველი ხელებით ბრძოლაში ჩხუბობდა და 6 გამარჯვება ისე მოიპოვა, რომ ერთხელაც არ წაუგია. მაიკი პირდაპირ გაგებით ლიგის სახე გახდა და კამარიც 2-ჯერ მოიპოვა. შიშველი ხელებით მან ჯერემი სტივენსი, მაიკლ პეიჯი და ედი ალვარესი დაამარცხა. შეხვედრა პერიმ ძალიან გიჟურ ტემპში დაიწყო და საგრძნობლად დომინირებდა დგომში და კლინჩი ის ნამდვილად უკეთესი იყო დიაზე. თუმცა ნეიტმა მისი მიწაზე გადაყვანა მაინც შეძლო, სადაც ცდილობდა მტკივნეული ილეთის შესრულებას, მაგრამ ასაკი თავის აშვრებამ პერიმ სახიფათო პოზიციიდან მალევე გაექცა. ეს შეხვედრა 2 რაუნდს გრძელდებოდა. ორივე სპორტსმენი მალევე გამოიფიტა და დაიღალა, მაგრამ პერი მაინც უკეთესი იყო. მან დიაზი მთლიანად გაასისხლიანა, მაგრამ სტოქტონის განგსტერის გაჩერება არც თუ ისე ადვილია. ამიტომ მესამე რაუნდში დაზიანებული დიაზი თვითონ გუნდის წევრებმა აღარ გაუშვეს ოქტაგონში და პერიმ ეს შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ბრძოლის მერე დიაზი სიტყვით გამოვიდა და რევანში მოითხოვა. დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. უნდა შეხვდნენ ეს სპორტსმენები კიდევ, თუ ჯობია ნეიტი პენსიაზე გავიდეს და ისი ამოვნოს ცხოვრებით კაი შეკეთებულ ტარიანთან ერთად. Attacks. Nate Diaz in absolute war. Nate Diaz is going for too long. 1-2 from Right now, Morrow. You have to check his teeth. And a shot by Perry. Continues to survive. But for much longer. They're cut stoppage just like against Masvidal. Mike Perry. I'm gonna come back and get his fucking ass. Agree with the stoppage? საღამოს მთავარი მოვლენა რონდა როუსი ჯინა კარანოს წინააღმდეგ. ვინი ფიქრებდა, რომ ამ ბრძოლას 2026 წელს ვიხილავდით. მაგრამ ჯეიკ პოლმა ეს მართლაც რეალობად აქცია. ნამდვილი სიგიჟია, რადგან როუზის 2016 წლის შემდეგ არ უჩხუბია. კარანოს კი საერთოდ 2009 წლის მერე. ჯამში ისინი 80 წელს არიან გადაცილებულები, მაგრამ არა მხოლოდ საღამოს მთავარ ბრძოლაში გამოდიან, არამედ საზოგადოების ყურადღებასაც ნამდვილად იპყრობენ. სპორტული თვალსაზრისით კითხვები ბევრია, მაგრამ როუზისა და კარანოს კარიერაში არსებული ამხელა პაუზების მიუხედავად, ისინი ქალთა MMA-ის ისტორიაში საკვანძო ფიგურები არიან. დაიბრძოლა დაიწყო მომენტალური ტეიქდაუნი რონდა როუსისგან, ის ფულ მაუნტში გადადის და უსწრაფესად ამარცხებს კარანოს ხელზე მტკივნეული ილეთით 15 წამში. სულ ეს არის. რონდა იმარჯვებს ზუსტად ისე, როგორც ის წარსულში ანადგურებდა ყველა თავის მეტოქეებს. მასზე დოკუმენტური ფილმი მაქვს არხზე, სადაც ნაჩვენებია მისი ყველა ფინიში, ასე რომ არ გამოტოვოთ, ლინკი აღწერაში დაგხვდებათ.